39 წლის. სწავლობ 26-ე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ცეკვა და ხატვა. ამ ორიდან უფრო მიყვარს ცეკვა. უკვე 1 წელი ვცეკვავ ანსამბლ საუკუნეში. მახსოვს პირველ დღე, როდესაც საუკუნეში მივედი. არავის არ ვიცნობდი, მაგრამ არ ვნერვიულობდი. ჯერ მასწავლებელი გავიცანი, მერე ბავშვებს უყურებდი და მერე დავიწყე ვარჯიში. ცეკვაში ყველაზე რთულია ცერებზე დგომა. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. საყვარელი ილეთი ეს. კონცერტი ჯერ არ მქონია, მაგრამ მექნება 8 მაისს. არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ ვიცი, რომ კარგად ვიცეკვე. საუკუნეში ჩემი მასწავლებელია თინათი ნაბულაძე. ის ძალიან ლამაზია, შრომის მოყვარეა და თბილი მასწავლებელია. ძალიან კარგად ცეკვავს, მაგრამ რომ გავიზრდები, მასზე უკეთესად ვიცეკვე. მე მაქვს მთიულურის ფორმა და ძალიან მიხდება. მინდა მქონდეს ასეთი საკონცერტო კავა. უნდა იყოს საშუალო ზომის, წითელ და თეთრ ფერებში, დაბწნილი თმებით, ქამრით და მოსასხამით. მოსასხამი და ქუდი უნდა იყოს თეთრი. მე მინდა ჩემი სოლო კონცერტი მქონდეს თბილისში. ჩემი გეგმაა, რომ კიდევ ვიცეკვოთ 11 წელი. მე ასევე ძალიან მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. როგორ ვისწავლე და YouTube-ს ვუყურებდი და ისევ ხატავდი, ბაღში ვხატავდი და ყველგანაც ვხატავდი. მე ვიცი სახლის ხატვა, ხის ხატვა, მანქანის ხატვა, წიგნის ხატვა და სხვა რამეებიც. ყველაზე ხშირად ხატავ ხიდს. ჩემი საყვარელი ფერებია წითელი და თეთრი და არ მიყვარს შავი, იმიტომ რომ შავი არ ხვდება ბუნებას. ყველაზე ხშირად ჩემს ნახატს ვჩუქნი გვანცა ბოლქვაძეს. ის არის ჩემი საუკეთესო მეგობარი და ძალიან მიყვარს. მეც ასევე მიყვარს, რომ საჩუქრებს ვჩუქნიან. ჩემი ოცნების საჩუქარია თეთრი პატარა ფუმფულა ლეკვი. თოვლის ბაბუასაც სულ მოაქვს საჩუქრები. შარშარ მაგალითად მომიტანა პაზლი და სახატავი პლანშეტი. წელს მინდა მომიტანოს დიდი ნახატი. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 53 წლის. მისი ნამდვილი სახელი ალბათ არის აჩი. მე ასევე მიყვარს მძივების აწყობა. ყველაზე ხშირად ვაკეთებ სამაჯურს. ზოგჯერ ყელსაბამს და სამაჯურებს ვყიდი. სად ვყიდი და ჩემს ეზოში. თითოს ფასი არის 5 ლარი. მე როცა ფული მაქვს, ძირითადად ვხარჯავ ტანსაცმელებში. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტი ფული მქონდა 50 ლარი. დავადების დღეზე მაჩუქეს და ჩემთვის ვიყიდე რაღაცები. ჩემი სკოლა მიყვარს იმიტომ, რომ კარგი პედაგოგები მყავს, კარგი კლასელები და კარგი მეგობრები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ლილე გოგიტიც. ყველაზე ცელქია იოვანე მუტოვი. ყველაზე ჭკვიანი არის ემილი სოლომონიც. ყველაზე მშვიდებია ლუსია ფარტენაძე და ანდრია მუსლიმური. მე ვარ ყველაზე ლამაზი, პრანჭია და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია თამრიკო დიასამიძე. იმიტომ რომ ის არის კეთილი, თბილი, მოსიყვარულე და კარგი. ჩემი აზრით თამრიკო მასწავლებელი არის ბედნიერი. ასე იმიტომ მგონია, რომ ხშირად კარგ ხასიათზეა. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ცეკვის მასწავლებელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სტილისტი. და ეგ. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, იმიტომ რომ ვიქნები სტუდენტი. სახლში ვცხოვრობთ მე, ძმა, ბებია, ბაბუა, დედა და მამა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 15 წლის და ჰქვია გიორგი. ის არის მხიარული, კეთილი, სულ მეხუტება და მკოცნის. მამით ის ყველაზე კარგად ინგლისური. ჩემი აზრით გიორგი რომ გაიზრდება, გამოვა ბოქსიორი. მამიკო არის მხიარული, ნიჭიერი, სიმპათიური და ასევე მზრუნველი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ულამაზესი, კარგი, თბილი და მოსიყვარული. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხინკალი. ჩემი საყვარელი საჭმელია აჭარული ხაჭაპური. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია პინოქიო. მე კითხვა შემაყვარა ჩემმა დამრიგებელმა. ცოტა ხნის წინ ჩატარდა მხატვრულ კითხვაში კონკურსი. მაგ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და გავხდი მწიგნობარის წევრი.
ისე გამიხარდა, რომ გავხდი ბედნიერი. მაგ კონკურსზე წავიკითხე ანა კალანდაძის ლექსი მოდიოდა ნინო მთებით. ლურნ მწვერვალებს ქარი, რძის ფერნისლში ხვევდა და როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ, თოვლი იდო ჯავახეთის მთათაზე და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ. მოჰკიოდა ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა და ფარავანს ტბასა, ზედაც რწოდა ქარი, მოდიოდა ნინო მთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი. მიყვარს მულტფილმების ყურება და ჩემი საყვარელი მულტფილმია ტომი და ჯერი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაცოცხლებდი ეთერი ბებოს და ყველა ადამიანი გახდებოდა უკვდავი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ნინი რომ არ მერქვას, რა მერქვეოდა? მე ნინი დამარქვა მამიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნინი რომ არ მერქვას, მერქმეოდა ნატალი. ჩემს შვილებს დავარქვევ ლიზის, ნატალის, ნიკას და ანდრიას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ ძმასთან ერთად. ბედნიერება არის ლეკვის ყოლა და ახლობლების ჯანმრთელად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.